როგორც მოსალოდნელი იყო და როგორც Facebook-ზე წერდი და გაუწყებდით ჩატარდებოდა ბრწყინვალები ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე და მადლობა უთვალსამისთვის ჩატარდა კიდეც მაგრამ იმ ხალხის 100,000-ებიც კი არ მოვიდოდა დღევანდელ დღეს აქციაზე რომელსაც მართავს ემი ჯგუფი 2 წლის განმავლობაში იბრძვიან თავიანთ თანამოაზრეებთან ერთად ეხლაც არიან მოსულები და ელოდებიან კიდევ გარკვეული იმედით რომ მცირე ხალხი მაინც შეგროვდება და საუბედუროდ ქართველობას ისე ღრმად ძინავს აი გუშინ ხო ეღვიძა გამოგვიძებული იყო თითქოს ხო და გადავხვეტეთ ესე ვთქვათ პრაიდი მაგრამ ის რომ ჯანმომ რაც ჩაგვიტარა ჩვენა გოხუნჯობანი ხალხი დაგვიხოცა მისმა გაიდლაინებმა მისმა კურთხებებმა ბრჭყალებში ეხლა წინე მომავალში 1000 გვარ ხრიკერს ბიმზადებენ ავსტრალიამ უკვე გამოაცხადა რომ გადადო თავისი უფლებამოსილება ხელისუფლება და ჩააბარა ჯანმოს ის ეხლა როცა გამოაცხადებს ამე პანდემიას ვინმე არ დაემორჩილება ავსტრალიაში შეუვარდებიან სახში გადაუგრიხავენ ხელებს ან წაათრევენ სადმე იგივეს ბიზავენ ქართველებსაც რადგან პარლამენტმა აი სადაც ესე ქუხს ეს წყალი თითქოს და დიდი რამის მკეთებლები იძდნენ შიგნით გამოიტანა განაჩენი ქართველი ერის წინააღმდეგ რომ არაპირებენ და არს გამოვლენ ჯანმოდან ეხლა ჩვენ რა ვქნა თუ ვინმე ჯანმოში და ჯანდაბაში უნდა ყოფნა ვერ დაუშლი მაგრამ ქართველი ერის სახელი რატომ მოქმედებენ აი ეს არის უბედურება თქვენ კიდევ რატო გძინავთ ქართველები დავიგე და მესმის რომ მოდიხარ როდესაც პატრიარქის კურთხევა ისეთ დღეზე და ისეთ შეკრებაზე მაგრამ პატრიარქის კურთხევით ხომ მოდიან აქ სამღვდელოობა ხშირად მოსულა ემი ჯგუფის შეკრებაზე მამა დავით ისაკაძე და აი ეს აღსარებელი მღვდლები რომლებიც ყოველგვარი ციცრუისას ცდილობენ რაღაც ხმა მოიღონ და ამხილონ და თქვენ რატომ არ მოდიხართ იმათ რა გძლება და რა თვლით თუ გონიათ პატრიარქმა ყველაფერზე რაღაც საჯარო კურთხევები უნდა გაცეს თქვენ თითის განძრევა არ გიდათ ქართველებს რომ პატრიარქი უნდა შეაკვდეს ყველას ამ ჯანმოუბედურებებს და მსოფლიო მასონურ სისტემებს და მაგან ებრძოლოს ყველას ამერიკა რუსეთს ევროპას და ერს ხელის განძრევა არ უნდა მარტო მოვა ჩამოატარებენ ხატებს ოჯახის სიწმინდეს დაცვით დღეს დავიცავთ წავალთ სახლებში და დამთავრდა გადარჩა საქართველო მეტი არაფერია გასაკეთებელი ეს რამეთ მაისია 2022 წელი როგორც იცით ემი ჯგუფი იწყებს აქციების კიდევ ეტაპს ვიმაიდან წინა აქციებიდან მიღწეული შედეგებით ემი ჯგუფის მიერ გაწეულმა დიდმა შრომამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა გამოძიებები დაწყებულია იმ გარდაცვლილი ადამიანების საქმეებზე რომელთა პატრონებაც მიიჩნიეს რომ ისინი არიან მოკლულები ამ კლინიკებში შესაბამისად მარტო ეს არ არის საქმე ყველა იმ ჩვენი მოთხოვნების რაც კარგად იცით არის ყველა ბოლომდე მისაყვანი დღეს ისე როგორც არასდროს დამაზე მთელი 2 წლის განმავლობაში გავფრთხილებდით მოდით რაც შეიძლება მეტნი რომ მაქსიმალურად მშვიდობიანად გადავწყვიტოთ ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი გენოფონდის და ჩვენი მომავლის საქმე რომელიც გაუგონარი ფაშიზმით კატასტროფული საფრთხის წინაშეა
მარტო ის რომ გამოძიებები დაწყებულია ეს არ არის ის საბოლოო შედეგი უნდა იყოს რომ კრიმინალი ეკიპ და კლასტერი უნდა ციხეში იშდეს სააკაშვილთან ერთად და მე მინდა გითხრათ რომ თქვენ ახლა თქვენ თვალწინ სწორედ მიშისტების ჩვენთვის ხელისშემშლელი აქცია სპეციალურად ჩამოაგდეს ახლა აქ იქნება მასე მაინც მიხვდეთ რაღაცას რომ სულ ეკიპ და კლასტერი და სააკაშვილის კლასტერი ერთი და იგივე ბოროტ საქმეს ემსახურება თქვენ წინააღმდეგ მთელი საქართველოს წინააღმდეგ რითი ვეღარ შეიკრიბეთ რომ გავაგონოთ იმ გადამფრენებსაც ხმა და დავიყენოთ ის ხელისუფლება რომელიც ჯერ კიდევ შეუძლია და თქვენ დგას მეტი გასაგებად რა უნდა თქვათ სანამ გაგდეს შანსი და ჩვენ ვამბობდით მთელი ამ 2 წლის განმავლობაში რა თქვით ყველაფერი ასრულდა ერთ-ერთში თქვენ კარგად ხედავთ ყველა კარგად ხედავთ ფეისბუქებში უყურებით ავსტრალიამ უკვე გამოაცხადა რომ ის თავის ქვეყნის მმართველობას ჩამოშუქნის ეს ნიშნავს რომ სუვერენიტეტზე და უფლებებზე საერთოდ არ ეკრება იმ ხალხს საუბარი კანადამ დაანონსა 22-ში ახლა 22 მაისიდან 28 მაისამდე ამერიკის შეერთებული შტატების ყენჭისყრა არის ხე ხვდებით რა უბედურება გველოდებათ და რა უბედურება გველოდება თითოეულს მოქალაქეს საქართველოსი რომელიც თქვენ ჯანმრთელობაზე სულვაზეა ლაპარაკი რითივე არ გაიგეთ ამ 2 წლის განმავლობაში ესენი კლავენ და ვსპობენ გენეტიკური ბომბი შექმნეს ჩვენ მოსასპობად მეტი გასაგებად როგორ უნდა გელაპარაკოთ მილიონჯერ ვთქვით ჩვენ არ გვჭირდება თქვენი მოსვლა თქვენ გჭირდება ჩვენი მოსვლა ჩვენ ყველას დაგიდეკით გვერდზე 500-ზე მეტი გარდაცვლის საქმე არის შესწავლილი ჩვენს და დადებული პროკურატურაში დანარჩენები სად არიან თუ არ აინტერესებთ რა მოხდა 2 კვირის წინ ყველაზე უმაღლესი დონის სამეცნიერო სიმპოზიუმზე მე და გიორგი და კიდე ჩვენი გუნდის სხვა წევრებმა საერთოდ გავაფარჩაკეთ მთელი მაგათი ფიტომედიცინა კარგად ნახეთ ესეც ხმავე რა მოიღო ვერავინ ჩაიცა და კულუმბეგოვი როგორც ვირთხების გაიქცნენ თუ რამე უნდა და სათქმელი ქონდა სამეცნიერო იმხელა ფორუმზე ვეთქვეს მაგრამ ვერა იქ დადასტურდა ის რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდი დადასტურდა რითი კუდებოდა ის ხალხი მაინც კრიტიკებში მარტო ეს არ იყო არანაირი კოვიდი ეს არ იყო რაღაცა ამათ მიერ დაანონსებული ვითომ რაღაცა SARS-CoV-2 ვირუსი გაუგონარი ბიოლოგიური და სამედიცინო მანიპულაციებით კრავდნენ ხალხს აი მას ქვეყნის რომ აპარებდნენ იმ ჟანგბადს სწორედ იქ არსებული გამომრავლებული სხვა ბაქტერიებით აციდე და ბაუმანით არის ხალხი გარდაცვლილი და სპირუხეთა სიფილისით არის ხალხი გარდაცვლილი რებს ველაპარაკებით საერთოდ ხო კარგად კითხულობ ფეისბუქზე რასაც წერთ რა მინცელოდებით, რა მედროსელოდებით ერთი მაინტერესებს საქართველოს ხარდაჭერა ჭირდება ხალხის რომ გამოვიდეთ ჩანმოდან ამ კვლელიდან ამ კრიმინალი ორგანიზაციიდან ეს ჩანმოარა არის გმო ვითივე არ გაიგეთ ვინ არის თქვენკენ და ვინც უნდა თქვენთვის სიკეთე ვითივე არ გაიგეთ დიაგნოზულებს არ ვიცით კარგად ვის გასაგონათაც ვამბობ აი 80%-ზე მეტი მოსახლეობის იყო ლაიქებს წერენ ლაიქები ჩვენ არ გვჭირდება ჩვენ გვჭირდება საქართველოს გამოჯანსაღება და გამოფხიზლება გუშინ პირველი დღე იყო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე 100,000-ობით ადამიანმა მშვიდობიანად ჩაიარა და შედეგი დადგა საერთოდ ჩაიკეცა იმათი მავნებლური პროექტი ეხლა სხვა პროექტია დაგერა კრიმინალი სააკაშვილი უნდა გამოუშვა სადმე გამოუშვა რა უნდა გამოუშვა წებით უნდა მიუსვან გვერდზე ეს გამყრელი ძეები ეს ციფრაძეები ეს იმნაძეები ეს კულუბეგოვები Thank you.
ამის გარდა ჩვენ დღეს ორი ძირითადი მიმართულებით და ძალიან ხოთ ყურადღებით მოისმინეთ. იმიტომ რომ თითოეული თქვენთაგანი სამოქმედო იქნება, რასაც გეტყვით ეხლა. მთელი ამ 2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ხელისუფლების გასაგონათაც ვამბობ, რა თქმა უნდა. 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში თითოეული ჩვენი მოქალაქის სიტყვის თავისუფლება იბლოკებოდა. ეგრეთ წოდებული ფაქტჩეკერების მიერ. ვინ არიან ეს ფაქტჩეკერები? ესენი არიან ნაციონალური ბანდის დაჯგუფება თამარ კინწურაშვილის, ეს ერთი დაჯგუფება თამარ კინწურაშვილის ხელმძღვანელობით და ერთი წოდი და მეორე არის პაატა გაფრინდაშვილი, რომელიც სააკაშვილის დროს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. ანუ ეს არის სპეცოპერაცია საქართველოს, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია სიტყვის თავისუფლება, ვიღაცა ვიგინდარა ჯგუფი ამერიკული დაფინანსებით თქვენ სიტყვას ბლოკავს. ეს არის ორი უდიდესი დანაშაული. ერთი ანტისახელმწიფოებრივი და პირდაპირ მიმართავ საქართველოს უშიშრობის სამსახურს. კიბერდანაშაულთან დაკავშირებით და ფაქტჩეკერებთან დაკავშირებით ემი ჯგუფმა მოამზადა სპეციალური განცხადება, საჩივარი ამ ორი ორგანიზაციის და მათი მსგავსი ორგანიზაციის საერთოდ მუშაობის შეწყვეტისა და მათი პასუხისმგებლობაში მიცემის თაობაზე. ორი დიდი მუხლი. ეს არის ანტიკონსტიტუციური მუხლი სიტყვის თავისუფლების აღკვეთა და მეორე კიბერდანაშაული. ისინი თქვენ სოციალურ სივრცეში დაუკითხავად შემოდიოდნენ და შემოდიან და ბლოკავენ თქვენს აზრს. ვის აქვს ამისი უფლება? არავის. და ეს უფლებები სანამ გაქვთ და სანამ ჯანმო არ წაგვართვათ ყველაფერი. ყოველჯერ ვამბობთ ამ წლების მანძილზე. მოვლე, შემოვლე თითოეულ ოჯახში. ჯანმომ დააფიქსირა, ჯმომ დააფიქსირა თავისი კონსტიტუციით. გამოვაცხადებთ აწი პანდემიასო და ქვეყნებაო, თქვენი მართვის ბერკეტები ჩვენ გადმოგვეცითო. აგერ ავსტრალიამ უკვე გააკეთა ეგა. კანადამ გააკეთა. ხვალზე ამერიკა გააკეთებს. ჩვენ ვართ საქართველო, ჩვენ ვართ ჩვენ. და ჩვენ არ გვინდა საქართველოს მოსახლეობას არაერთი ჯანმო და ჯმო არ ჭირდება. საქართველო არის მედიცინის აკვანი ქვეყანა და ამ დარგში არ ჭირდება არავის რჩევები, იქიდან საიდანაც ან მავნებლური. ბევრჯერ თქვით, ბევრჯერ დავწერეთ, იქივე აღარ გაიგეთ, რომ 92 წლის მერე საქართველოში, სადაც მანამდე არანაირი გენეტიკური დაავადებები და ონკოლოგიური პრაქტიკულად არ არსებობდა, ამ 30 წლის მანძილზე სასწაულად მოიმატა ყველაფერმა, დიდია, პატარია, ბავშვებია ყველაფრიანად. ეს იმიტომ, რომ ამ 30 წლის მანძილზე გამყელზე, იმნაზე და ცეკვაზე სათავეში ეძგნენ აი ამ მავნებულ ექსპერიმენტებს ადამიანებზე. და სწორედ მათი ექსპერიმენტების გამოა რაც აი ამ სფეროში ხდება, მათ პასუხი უნდა აგონ, კანონის სრული სიმკაცრით, მათ გენოციდი მოგვიწვეს. ჩვენ ეს მკვლელები ჩვენ გვიწოდებთ მკვლელებს და აღმოჩნდა და დავადასტურეთ, რომ ისინი კლავენ. ოფიციალურად დადასტურდა. ჩვენ ეს შევძელით ემი ჯგუფმა. ხალხმა, ხალხ პროტესტის გზნობა არა გაქვს. გამოყარეობა აღარა გაქვს. სიცოცხლე აღარ გინდათ. თუ მარტო სუბრაზე ჭიქები უნდა სვა და ყანწები. არც სუვერენიტეტი ექნება ქვეყანას, არც მომავალი. აი თქვენ ამას ქვეყანას დაიწყოს უცხო ჯურის წარმომადგენელი. დაგიანოსად, ილგეიცმა, დაგიანოსად, კლაუს შვაბმა, ეხლაო ისამოვაო, რაღაცის ეპიდემიაო, ჰეპატიტების ეპიდემიაო, არაფერიც არ წამოა. ჩვენ შევძლებთ ჩვენი ხალხის დაცვას, თუ ყურს გათხოვებს ხალხი. დღეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მეგონა მოვიდოდნენ. ეხლა ყველა გესმით რასაც ვამბობ. ჩვენ თქვით ფაქტჩეკერებთან დაკავშირებით, აი მაიმუნებთან დაკავშირებით, რომლებიც სრულიად უკანონოდ
ანტიკონსტიტუციურად იქცევიან და სოციალურ სივრცეს, თქვენ პირად სივრცეს არ ღვევენ უკანონოდ, კანონით სრული სიმკაცით დაისაჯოთ. ჩვენ ხვალ შეგვაქვს ეს განცხადება პროკურატურაში, სუსში და ყველა თითოეული თქვენთაგანს მოუწოდებთ აიღოთ ფურცელი და პასტა და იმ შამბლონის მიხედვით დაწეროთ განცხადება და მიიტანოთ პროკურატურაში და დადებით. თუ აღარ გინდათ, თუ გინდათ რომ აღარ შეგაწუხოთ და სიტყვის თავისუფლება გქონდეთ მაინც. ის 12 საათიდან ემი ჯგუფის გვერდზე გამოქვეყნდება აქ შეგერებდა საწინააღმდეგო განცხადებისთვის თითოეულ მოქალაქესთან მიმართებაში შამბლონი იმას გადაწერთ, მოაწერთ ხელს, აიღებთ პროკურატურაში და ჩააბარებთ. თითოეული რაც მეტი მოქალაქე შეიტანს განცხადებას, მით მალე მოთავდება მაგათი ბოგინი. მით მალე მოხდება ჩვენ მასმედიის სივრცეში ჩვენი განბლოკვა. კარგად იცით, დღემდე ვართ დაბლოკილი. რო შეხვავთ ემი ჯგუფის გვერდზე, იქ არის ეს ნიშანი follow, ანუ მიმდევრები, გახდით მიმდევრები, აიღეთ ის ფურცელი, მოაწერეთ ხელი, შეიტანეთ პროკურატურაში. თქვენი თავისთვის ნუ დაიზარეთ. რამდენიც დაიზარეთ, იმდენი უარესი მოგექცევიან. დრო აღარ აგაქვთ. საერთოდ არ აგაქვთ დრო. საათები და დღეები გაგაქვთ. სანამ აიძულეს ჩვენი ქვეყანა დაკარგოს სუვერენიტეტის, სიცოცხლეს და გენეტიკური ფონდის. როგორ გინდა თქვენ შვილებს შახედოთ თვალებში? თუ იმ ანეკდოტის იმედზე ხართ, ადრე რო იყო ბაბუდი, შენ რა გიქნებდა მეო დავხვიდესო, იცით ყველა მე საიდოდი. სად არიანის კაცები, სად არიანის ადამიანები? 10,000-ობით რო ლაიქებს მიწერეთ, სად არიან? გამოდით რომ დაინახოთ, გუში რო დაინახეს 100,000-ობით ადამიანი, იმიტომ ესად ვერ დაიწერიპინეს. მათ ვის ბავშვებს სისარტყელა წაართვა. ეს ესენი კიდე ხმას იმიტომ იღებენ, რომ თქვენ ვერ გამოდიხართ გარეთ. აი ამ ჩვენი ჯგუფის მიერ, იმ პროტესტანტების მიერ, ვინც პირწმინდად მოუღო საინფორმაციო და სამეცნიერო ომი ამ ფაშისტ კრიმინალ ექიმებს, დღეს თქვენ ჭირდებათ ქვეყნისა და თქვენი ინტერესებისთვის განთავისუფლეთ ამ მავნე მარწუხებისგან, რასაც შემოხვია. ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია. საერთო არაფერი არ აქვს თქვენზე ზრუნვასთან. ეხლა ბატონ გიორგის გადავწევ სიტყვას, ჩვენ ეხლავე გეუბნებით ყოველი კვირის 4 შაბათს, ანუ დღეის წორს, ყოველი კვირის 4 შაბათს 6 საათიდან შევიკრიბებით ხოლმე. მოდით რაც შეიძლება მეტი, რომ ჩვენ მეტი მოვითხოვოთ და უცბად დავასრულოთ. აღარ გინდათ დასრულება, აღარ დაიღალეთ. ყველა პანჩეკერის სახელი და გვარი ყველა ცნობილი. ზოგიერთი ან თქვენი მეზობელი იქნება, ან თქვენი შვილის მეგობარი და იცოდეს ყველა, რომ ესენი სამშობლო ჩვენი ქვეყნის მოღალატეები არიან. სახელები, გვარები და ბიოგრაფიები. არც ერთს არ აქვს არანაირი ის განათლება, რომ ჩვენ ბიოლოგიისა და მედიცინის სპეციალისტებს რაიმე დაგვიფანჩეკეროთ. როგორც ნაცმოძრაობის ხარდამჭერები, ვინც ამ 2 წლის განმავლობაში აგრძელებდა თავის ტერორისტული ხელისუფლების
განმონაშთები აგრძელებდნენ ხალხის ხოცვას და პროპაგანდას უწევდნენ აი იმ მკვლელობებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში განახორციელეს აი იმ ნაცბანდის ხელდასმულმა ექიმებმა. ხას უსვავ და ყველა ექიმი შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ვინც აი ასე აქტიურად გამოდიოდა, ვინ იყვნენ, რა წასული ჰქონდათ და რას მოღვაწეობდნენ. ჩვენ რა თქმა უნდა ყველანაირ ომს და ხალხის შლეტვას ვემიჯნებით და უკრაინელებს რა თქმა უნდა ხარში უდგავართ, რომ იქ ომი არ უნდა იყოს და მშვიდობა უნდა დამყარდეს, მაგრამ მე უკრაინის ხელისუფლების განცხადებები რაღაც ახლოსაც რეალობასთანაც ვერ მოდის. ჩვენ აქ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და საქართველო დამოუკიდებელი გახდა, აი იმ პუჩისტებს ზუსტად უკრაინის მთავრობამ, მაშინდელმა მთავრობამ დაუჭირა მხარი და თბილისი გადააწვევინა. და არა მარტო თბილისი. აი ეს ისტორია უნდა იცოდეს იმ უკრაინელებმა, რომლებიც დღეს ჩვენთან პრეტენზიებით მოდიან რაღაცეებზე. სამართლებრივი საფრთხე შევიმუშავეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ. მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაბამისი განცხადებით. თუმცა როგორც მოგეხსენებათ, მათ უარი განაცხადეს და სასამართლოში დღემდე არ მოგწვია იქიდან პასუხი. იცით კარგად, ჩვენი გუნდის წევრი ჟან გოგიაშვილი რა დღეშია? ჩანმოს ახალი ვარიანტით იურიდიული თემა, რასაც ეხლა ბატონი გიორგი ამბობდა. თავიდან რატო შევიტანეთ და რატო გავხდით იძულებული წინ? წინა რო შევიტანეთ და გევეცებოდით, მოდით. რომ გავაპროტესტოთ, აი რო არ მოხვედით. ფეხებზე დაიკიდა ცესკომაც და სასამართლომაც. მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ არ გამოხვედით. მხოლოდ ამის გამო, სადაც გვარიან პროტესტს ხედავენ, კარგად ხედავთ, რომ პრობლემებიც იხსნება. რა გაგიხდათ? ორჯერ, სამჯერ შეკრება, ესეთი რთულია? რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და შესაბამისად ვცდილობთ სამართლებრივ ჩარჩოებში მოვექცეთ. ჩვენ მივმართეთ პარლამენტსაც, შეიქმნა საგამოძიებო კომისია და გამოძიებული იქნეს ეს დანაშაულებები, რაც ამ ხნის განმავლობაში მოხდა ჩვენს ქვეყანაში. თითოეული შემთხვევა, თითოეული ისტორია, რომელიც ჩვენს მიერ იქნა შესწავლილი, დანაშაულებრივ ელემენტებს და ამიტომ მივმართეთ პროკურატურას. გაოგნებულები ვიყავით, როდესაც ნარკოტიკების რაღაც სასწაული მოხმარება არის ამ COVID გარდაცვლილებთან მიმართებაში. მორფინის, პრომედოლის, რომელიც საერთოდ არ უნდა გამოყენებულიყო. ასევე სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ბაქტერიები, რომლებიც ამოთესილი იქნა გარდაცვლილების მკურნალობის პროცესში, არის კლინიკური ბაქტერიები და შესაბამისად ამ ბაქტერიებმა გამოიწვიეს გართულება და ამ ადამიანების გარდაცვალება. ანუ არასწორმა მკურნალობამ განაპირობა ეს ყველაფერი. არასწორი მკურნალობის შედეგად არის 17,000 ადამიანი გარდაცვლილი და არა კოვიდის გამო. გასუსვავ, არც ერთი შემთხვევა არ არის კოვიდის მიერ გამოწვეული სიკვდილი. არც ერთი. ხალხო, თქვენ იცით ეს რას ნიშნავს? 17,000 კაცი მოკლეს და ამას არ აპროტესტებს ჭირისუფლები? ნუ თუ არ გაინტერესებთ, რატო მოკლეს თქვენი ახლობლები? რამ განაპირობა ეს ყველაფერი? ახლა რაც შეეხება ჩვენ როდესაც დავიწყეთ პროკურატურაში საქმეების აღზრდა, ჭირისუფლებს იბარებდნენ პროკურატურაში და მეუბნებოდნენ, რომ სავალდებულო არისო ექსჰუმაცია, ანუ გვამის ამოღება და გაკვეთა.
ჩვენ როდესაც ეს ბრძოლა დავიწყეთ, თავიდან რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ გაკვეთილიყვნენ და ექსპერტიზა ჩატარებულიყო, სიკვდილის მიზეზი დადგინდებოდა. თუმცა ამ ხნის განმავლობაში ვირუსი საერთოდ გამქრალი არის გვამიდან და ფაქტიურად ვერაფერს ვერ დაადგენ. ჩვენ ვსწავლობთ ისტორიებს და ისტორიების მიხედვით გინდება რამდენად სწორად იყო ჩატარებული მკურნალობა, რა დანაშაული ჩაიდინეს იმ ექიმებმა და საერთოდ არაა საჭირო ექსჰუმაცია. თუმცა აქვე აღნიშნავ, ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ერი, ქრისტიანი ერი და შესაბამისად ჩვენი გარდაცვლილებისთვის მნიშვნელოვანი არის მიწას მიებაროს და მათი სულები განთავისუფლდნენ იმ ტანჯვისგან, რა ტანჯვაში დღეს ამყოფებენ აი ამ კოვიდ გარდაცვლილებს, ცელოფნის პარკში გახვეულებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე არ გაიხსნება და დარჩებიან, როგორც ლენინი არის დღეს მავზოლეუმში. ხალხო, დაუფიქრდით, რა პროცესები მიმდინარეობს, რატო აკეთებდნენ ამას, რატო ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტისთვის დაეწერათ, რომ კოვიდი იყო. ჩვენ როგორც ფინანსურად გვაზარალებდნენ, ასევე სულიერათაც ტანჯავდნენ. სულიერ ტანჯვაში იქნება ის გარდაცვლილი იმ ცელოფანში, მათი ახლობლებიც ვერ მოისვენებენ. და თქვენ იცით ეს რამხელა ტკივილი არის თითოეული ადამიანისთვის. ამ შემთხვევაში აუცილებელია გადასვენება მოხდეს. მოხდეს განთავისუფლება ამ ადამიანების იმ ცელოფნებიდან და ქრისტიანული წესით იქნენ დაკრძალულები. ამას სულიერებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოგიწოდებთ უყველას, გამოდით ხალხო, სანამ გვიან არ არის, სანამ არ მოხდა იმ ჯალმოს წევრი ქვეყნების მიერ ხელმოწერების გაკეთება. სულაც არ არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელის მოწერა აუცილებელი. თუ ჯალმოს შემადგენელმა 50-ზე მეტმა, ანუ 50+1-მა სახელმწიფო მოაწერა ხელი საქართველოს თავისთავად თუ არ გამოვიდა ჯალმოდან, ვალდებული არის დაემორჩილოს იმ მოთხოვნებს, რასაც დააყენებს ჯალმო. ამიტომ იკრავენ იქ თავს. ამისთვის იბრძვიან, რომ 50-მა სახელმწიფო, 50+1-მა სახელმწიფომაც რომ მოაწეროს ხელი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ დათანხმდება, მაინც ვალდებული იქნება იმ მოთხოვნების შესრულებისთვის. და ეს იქნება სამართლებრივი ფორმა, რასაც გამოიყენებენ და იმ სუვერენიტეტს, რომელიც ბრძოლით მოვიპოვეთ. აი აქ 9 აპრილს ქართველები, როდესაც შეეწირეთ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს, მათი სულებისთვის ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ ვკარგავთ იმ დამოუკიდებლობას, რომელიც მივიღეთ და რომელიც მივაღწიეთ. ერთადერთი ქვეყანაა საქართველოს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, სადაც რეფერენდუმის მეშვეობით მოხდა საბჭოთა კავშირის დატოვება. დღეს სწორედ ეს აქვს ხელში გაჩხერილი თუ არა, დიდი ხნის უკან აღადგენდნენ ისევ საბჭოთა კავშირს. ერთი სურვილი აქვს რომ აღადგინონ, მაგრამ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობას ინარჩუნებს იმ რეფერენდუმის საფუძველზე. ჯალმოში როდესაც შედიოდა ჩვენი ქვეყანა, არავის არ შეკითვნია. დღეს ზუსტად ამას ვითხოვთ, რომ ხალხს შევეკითხოთ, ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდათ კი ამ ჯმოში შესვლა და ჯმოს რეზოლუციების გათვალისწინება და იმით მოქმედება, ზუსტად იმ გაიდლაინებით და ჯალმოდან მოცემული მითითებებით იყო ეს ადამიანები რომ დაიხოცნენ. მათ დავალებებს ასრულებდნენ. იმ სამეცნიერო კონფერენციაზე საქართველოში ბევრი პატიოსანი ექიმი არის. გამოვიდნენ ექიმები და აღნიშნეს იქ ფაქტი, რომ როდესაც კურნალობდნენ ჯალმოს მიერ მითითებული რეკომენდაციებით პაციენტები მძიმდებოდნენ. ერთ-ერთი გამოვიდა და ისიც კი ურჩიეო მეო ჩემს პაციენტსო ძალიან მძიმედ რო იყო, სახლში წასულიყო და სახლში მკურნალობდიო. მძიმე გავიყვანეო, საავადმყოფოდანო და სახლში უმკურნალე და გადავარჩინეო.
კონფერენციაზე თქვა ეს რამხელა ის იყო გამოსვლა ამ ქალბატონის ამხელა გამბედაობა იყო თქვენ ვერ წარმოიდგენთ როდესაც თელ საქართველოში ძალდატანება მიდიოდა რომ არ უნდა დაერღვიათ ის მითითებები რაც ჯანმოდან იყო მოწოდებული ამიტომ ჩვენ არ გვინდა არც ის ჯანმო თუ ჯმო ხო ჯმო არის ის ელემენტარულად ახლა შეარბილეს თუ არა რაც არის ის არის აბრევიატურა ასია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არის ჯმო ამიტომ ყველას მოგიწოდებ გვერდში დავდგეთ ერთმანეთს დავდგეთ გვერდში ემი ჯგუფს კი არ უნდა გვერდში დგომა ერთმანეთს უნდა გვერდში დგომა იმისათვის რომ ქვეყანა ვიხსნათ ჩვენი მომავალი თაობა ვიხსნათ და გადავარჩინოთ ქვეყანა მომავალი ეპიდემიებისა და მომავალი ჩაკეტვებისაგან 2008 წლიდან ჩვენ გახსოვთ ომი იყო მაშინ საქართველოში და დამდგომარეობა იყო 2008 წელს სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა 50 ჩვენი თანამოქალაქე 2017-2018 წლებში 217-278 როდის იყო ომი და როდის იყო მშვიდობა ხალხო სტატისტიკა სულ სხვა რამეს გვეუბნება ჩვენ ამიტომ ვიბრძვით აგერა ახლა უნდა რომ ეთქობა ნიშნებს მიგვაწერო ჩვენ და დავარი არქი ჟურნალისტები უნდა მიუძდნენ იმ თავის უფროს გვერდში ახლის განმავლობაში აქტიურ პროპაგანდას ეწეოდა და ფაქტიურად ხელს უწყობდა ამ ჩვენი ქართველების დახოცვას 17,000 კაცი მოკლეს ჟურნალისტებმა მოკლეს ხალხო იმ ჟურნალისტებმა რომლებმაც დაბლოკეს გასხვავებული აზრი და სიმართლე დაბლოკეს აი ეს ფაქტ-ჩეკერები ზუსტად ჟურნალისტები არიან ჩვენ ყველანი ვინც არიან ფაქტ-ჩეკერების ამ ორგანიზაციაში სათითაოდ შევისწავლეთ მათი ისტორიები მათი ავტობიოგრაფიები არც ერთი არა არც ექიმი არც ბიოლოგი სამწუხაროა ჟურნალისტები და საერთაშორისო მიმართულების სპეციალობები აქვს და ისინი გვეუბნებოდნენ რომ ისინი არიან თურმე კოვიდის სპეციალისტები და ისინი რასაც ითქვიან ისაა სიმართლე და არ გაინტერესებს ვინ აფინანსებდა ყველაზე სამწუხარო ის არის რომ საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები აფინანსებდნენ ჩვენთა სიტყვის თავისუფლების დახშობას ეს იცით რა არის ეს არის ის რომ ის ამერიკის ელჩი რომელიც აგზის აქ თავს იღებს ამ ნაძირლებისგან და დასაჭერია ნამდვილად ან არა და ისინი ზუსტად ამისთვის არიან მომართულები რომ საქართველოში საღი აზრი არ გამოითქვას არ გავრცელდეს და დაბლოკონ ტელევიზიები დაბლოკონ სოციალური ქსელები და არ მოგვეცეს საშუალება საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პროვოკაციებს ნუ წამოეგებით რატო დაგაკავოთ გასმოძრაობის წარმომადგენლები ცდილობენ რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ჩვენი აქციის მონაწილეებს ასევე არის მთავარი არქივის ჟურნალისტები მოსული თუ ფორმულა არის ერთი და იგივე არის და სხვათა შორის ფორმულაც ისევე ბლოკავდა საღამოს და არ აშუქებდა კოვიდთან დაკავშირებით სწორ ინფორმაციას და ცალსახად აშუქებდა და ის ჟურნალისტებიც არიან დამნაშავეები ყველა ინფორმაცია რომელსაც ვცდილობდით გაგვეშუქებია მიგვეცა ამ ტელევიზიებისთვის ბლოკავდნენ
თითზე ჩამოსახლები ტელევიზიები არიან, ვინაც მოგცა იმის საშუალება, რომ ჩვენ გამოსულიყავით და ინფორმაცია გაგვევრცელებია. თუმცა ამ ფაქტ-ჩეკერების და ამ ნაცბანდების წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაბლოკილიყო აი ეს გადაცემები. გადაცემებს და ტელევიზიებს ბლოკავდნენ თქვენ ხალხო, იცით? არ აძლევდნენ საშუალებას ტელევიზიას განსხვავებული აზრი, სწორი აზრი დაეფიქსირებია. და ყველამ ფაქტიურად თავის თავზე იწვნია სოციალურ ქსელში თვეობის განმავლობაში დაბლოკვა. როდესაც ცდილობდნენ, რომ გავრცელებულიყო ეს ინფორმაციები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ძირითადად ორი დიდი მიმართულება გვაქვს. მესამე მიმართულება, ანუ მანამდე პირველი რაც იყო, გამოძიებები დაწყებულია. კონტროლი გვაქვს ამ გამოძიებაზე. რაც ემეტი კიდე ჭირისუფალი და დაზიანებული და დაზარალებული მოგმართავს, კიდე შეუმატებ. ერთი დამნაშავეც არ უნდა გაწოლეს ქვეშიდან. სანამ სამართალი ბოლომდე არ იქნება აღდგენილი, მშვიდობა ვერ იქნება. და უნდა დასრულდეს ნაცვადების თარეში. სრულ ექიმებთან, კრიმინალ ექიმებთან ერთად ეს სრულ მედიის წარმომადგენლებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხვალ შუადღის შემდეგ, 12 საათის შემდეგ, ემის ჩვენ Facebook გვერდზე შეხვდით, follows გააკეთებთ, დაგვხვდებათ იქ განცხადების შაბლონი, რომელსაც შეავსებთ და მიიტანთ პროკურატურაში. თქვენი სახელი და ნუ პერსონალურად. ეს იმიტომ რომ თქვენ ბლოკავდნენ პერსონალურად. ისეთი არ გქონდათ თქვენს პირად სივრცეს, რაც არის დანაშაული. ჯერ მარტო ის არის დანაშაული, რომ პირად სივრცეს არ გქონდეთ. და საერთოდ რომ ბლოკავდნენ, ეს არის სიტყვის თავისუფლების დაბლოკვა, რაც ჩვენი კონსტიტუციით იგრძალება. შესაბამისად ეს არის ანტიკონსტიტუციური ქმედება და არის სისხლის სამართლებრივად დაჟადი. შესაბამისად ჩვენ ყველა თვითონმა თქვენთაგანმა ამ განცხადებების მიტანით პროკურატურაში უნდა მივახციოთ იმას, რომ ეს ორი დიდი ორგანიზაცია ფაქტ-ჩეკერების, რომელთა ხელმძღვანელობას დაგისახელებდნენ არიან, ასევე გამოქვეყნებული იქნება ჩვენ ემიგვერდზე ყველა ფაქტ-ჩეკერის სახელი, გვარი და ბიოგრაფია. ნახეთ, ყველა შეიძლება ვიღაცა თქვენი მეზობელია, ვიღაცა შეიძლება დაწესებით აღმოაჩინოთ. ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის საქართველოს მტერი და როდესაც მტერი არის ლუსტრირებული, ანუ გამოჩენილი, ის უკვე ვეღარ აშავებს. რომ იცოდეთ, ეს არის აქსიომა. აშავებს მანამ, სანამ არ იციან, ვინ ასაფუჭებს. როგორც კი მათი გამხელა მოხდება, ეს ხვალიდანვე დაიწყება ეს. შესაბამისად ისინი საშიში ვეღარ იქნებიან, მაგრამ სამართლებრივად უნდა დაისაჯნონ იმ მინიმუმ ორი დიდი დანაშაულისთვის. კიბერ დანაშაული, რაც კიდევ ერთხელ თქვენი პირად Facebook-ებზე შემოღწევა და ფარდების დაკვრა და აკრძალვა სიტყვის გამოსვლის უფლების, რაც უკვე არის კონსტიტუციის მთავარი უფლების დარღვევა თქვენთვის და თითოეული ჩვენთაგანისთვის. ამდენად ნუ დაიზარებთ თქვენი ხვალიდელი დღისთვის. და მეორე ყურადღება აქეთ იყოს ყურადღება რა. პოლიციას ვთხოვ, რომ რაღაცნაირად გამოყონ ეს ნაცების პროვოკატორები. გაიგდებ რაღაცნაირად კედელი მაინც გააკეთოთ, რომ არ გადმოვიდნენ ისინი აქეთ. არ არიან ას მიშას მომხრეები, ას გვარამიას მომხრეები. პასუხი ყველა დამნაშავემ უნდა აგოს იმის და მიხედვით უნდა დააშავა. ვინც არ უნდა იყვეს. დამნაშაულს ვინ ჩაიდეს,
უნდა დაისაჯოს შესაბამისად და კანონმა უნდა იზეიმოს. ჩვენ ვითხოვთ კანონის უზენაესობას, ჩვენ არ ვითხოვთ უკანონობას. და იმ ჟურნალისტებმაც ჯერ ეყოფათ ის, რომ ამდენი ადამიანის დახოცვაში მიუძღვით წვლილი. ახლა მაინც ოინანიონ და ცოტა კორექტულად გააშუქონ ხოლმე აქციები. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენთან არის ღმერთი. როგორც ყოველთვის თავარი თემიდან ყურადღების გადატანა. ამიტომ მოტრიალდეთ ისევ აქეთ და ძირეულად სასიცოცხლო საკითხები რაც არის დღეს საქართველოში და ვიტყვი, რომ თქვენ ყველაზე მაგარი ხალხი ხართ, ვინც ეგ დგეხართ. ზუსტად თქვენ ხართ დღეს გმირები. რატო ვამბობ ამას? ძალიან ბევრ ნაცნობს სახეს ხედავ ისევ და ისევ, მაგრამ საბედნიეროდ ძალიან ბევრ ახალ სახეს ხედავ.
რაც მოგვიწევს. ამიტომ უკვე რახან ავსტრალიაში გახსოვთ, ყველაზე მეტი დატოლა, ყველაზე მეტი სიმძაფრე იყო, ასე ვთქვათ, ტერორი ავსტრალიაში. ხო გახსოვთ ეს ვიდეოები, ხო გაქვთ ყველას ნანახი? იქ ჩაატარეს, ასე ვთქვათ, გამოცდა და ეს ყველაფერიც კიდე რაც იყო, ყველა მიცით რომ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ვინც გაუძლო. აგერ არის ქალბატონი, ხშირად ვახსენებ, მანანა ხუთიშვილი. სკოლის პედაგოგი 2 წელი გაუძლო ზეწოლას, არც პირბადე გაიკეთა, არც ტესტი, არც ვაქცინა და დღემდე მუშაობს. ეს თავისთავად ინდივიდუალური ბრძოლაც იყო, მაგრამ ჩემო მეგობრებო, ყველა დამეთანხმებით, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ყველა ერთმანეთს ვაძლიერებდით. თორემ მარტო მქონი ჩვენ თავებს გიჟებათაც შევრიცხავდით ერთმანეთი რო არ გვეპოვნა. არის თუ არა ასე? ასე რომ გზადდება პანდემიური ხარშეკრულებები, მართლა პირველი ეტაპი ბრძოლის ასე თუ ისე ამ 2 წელიწადნახევრიანი ბრძოლით დემი ჯგუფმა უზარმაზარი საქმე, დაუღლელი საქმე აკეთა. მე არაფერი ისეთი არ მეკეთებია, უბრალოდ არ მინდა რომ მე თუ დავიღალე, ასე მგონია რომ რაზე ჩამოიქცევა ქვეყნა, ისეთი შეგრძნება მაგრამ და ყველა ერთად. დღეს აქამდე ვდგავართ ავწევთ ხელები. მომავალ 4 შაბათს ორმაგი გამოვიდეთ. ჩვენ 24 ივლისს აქ 3000 კაცი ვიდექით. შარშან ზაფხულზე და უფრო მეტად აგორდებოდა ტალღა, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა შუალა პოზიცია. ყველაზე მთავარი გენური თერაპია, რითაც საქართველოს 2 მილიონი თუ 3 მილიონი ვარ ჩვენ. მე რა მაინტერესებს ჩინეთის 3 მილიარდ რამდენი არიან, 400 მილიონი თუ რაღაცა. ჩვენი გენოფონდი ყვა გადასარჩენი. ამიტომ ჩემო მეგობრებო, არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ჯანმოს დიქტატურა დამყარდეს საქართველოში. ჯანმოს გენაცვალეთ თქვენ, ძალიან ბევრი მაქვს კიდე სათქმელი. მომავალ 4 შაბათს 6-ზე ხო? 6 საათზე ისევ აქ შევედაცვლოთ ერთმანეთს. აქ რაოდენობას კი არა აქვს მნიშვნელობა, ახლა 5000 მოვაეგდროთ. დარწმუნებული ვარ, ნაბიჯ ვაიძულებთ ხალისუფლებას, რომ საქართველოში ჯანმოს მკვლელი დიქტატურა ვერ დამყარდება. მადლობა ყველას. მე მინდა აღვნიშნო ის გარემოება საერთაშორისო კონფერენციაზე საკმაოდ ძლიერი პოზიცია დააფიქსირეს ჩვენმა სასულიერო პირებმა. იქ მყოფი უცხოელი ექიმებიც კი გაკვირვებულები იყვნენ, რამდენად ძირფესვიანად იყვნენ ჩახედულები ჩვენი მამაოები. ამან თავისთავად განაცვიფრა იქ მყოფი ადამიანები, სპეციალისტები, დარგის სპეციალისტები. ალბათ ყველამ კარგად იცით, რომ ამ კონფერენციის შესახებ ტელევიზიებს არ გაუშუქებია. არადა ეს იყო მსოფლიო დონის კონფერენცია, კონგრესი, მსოფლიოში პირველი კოვიდთან დაკავშირებული პირველი სამეცნიერო კონგრესი, სადაც მთელი მსოფლიოდან იყვნენ მოწვეული მეცნიერები. ჩვენ რა თქმა უნდა გვინდოდა რომ უფრო ფართოდ ყოფილიყავით წარმოდგენილი, თუმცა AstraZeneca აფინანსებდა ამ კონგრესს და თავისი საქმიანობის გამართლება უნდოდათ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მოვხვედრილიყავით ამ კონგრესზე, აქციაც კი მოუწყვეთ და შევედით. ჩვენი გამოსვლის დროს იქ იმყოფებოდა ეგრეთ ცნობილი ალერგოლოგ დროპ იმუნოლოგი კულუმბეკოვი, რომელიც ასე მოძღვრავდა ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინებთან დაკავშირებით და ერთ-ერთი წამყვანი იყო. როდესაც ჩვენ გამოვდიოდით, დარბაზიდან გაიქუსლა, გაიპარა იმის მაგივრად, ამდღარიყო თუ მცდარი შეხედულებები ჰქონდა
დაეფიქსირებია თავის პოზიცია და ეთქვა რომ თქვენი ტყუებით. ესეც კი ვერ გაბედა, იმიტომ რომ იმდენად გამყარებული იყო ჩვენი გამოსვლა. დოკუმენტებით იმდენად სიტყვა ვერ დაძრა იქ. და თქვენ რა გინდათ? ამ ხნის განმავლობაში ეს ხალხი რომ დახოცეს ამათმა ზოგმა სიტყვით და ზოგმა საქმით უნდა ეპატიოთ? უნდა დაისაჯონ ისინი. გვარამიას იმისთვის კი არ უნდა წარედგინათ მარტო ის ბრალი რაც აუყენეს. ქართველი ხალხის დახოცვისთვისაც უნდა წარედგინათ, იმიტომ რომ ის და მისი ტელევიზია მოუწოდებდა ჩაკეტვებისკენ, ვაქცინაციისკენ და დახოცვისკენ. გადამწყვეტი ეტაპი დადგა საქართველოს ისტორიის და თითოეული თქვენთაგანის ისტორიის. მსგავსი ფაშიზმი კაცობრიობას არ ახსოვს. მე იძულებული ვარ გავმეორდე რაღაცეებით, მაგრამ არ მეზარება მის გამეორება იმისთვის, რომ ჩვენიერი გადარჩეს. გადარჩეს ჩვენი გენოფონდი, რომელსაც ყოველდღიურად 30 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც 1992 წლიდან გამგრელიძე, იმრაძე და ცერცვაძე ჯმოს აგენტურა საქართველოში ნელ-ნელა ახორციელებდა ექსპერიმენტებს ადამიანებზე და მერე გას ატყუებდა, რომ წარმატებული პროექტები განახორციელეს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ იცით, გასული წლის 6 დეკემბერს ჩვენ ემი ჯგუფმა ცესკოში შევიტანეთ განაცხადი ჯგუფთან გამოსასვლელი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, რაც არანაირად არ არის ანტიკონსტიტუციური. ვიღაცები ამბობდნენ, რომ ისეთი კონსტიტუცია გვაქვს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებების გაუქმების უფლება არ გვაქვს. ჩვენ კითხვა დავსვით ისე, რომ არის კონსტიტუციური. რო ყოფილიყო ანტიკონსტიტუციური, არც მიიღებდნენ წარმოებაში. ჩვენ 6 დეკემბრიდან მოყოლებული გთხოვდით, მოდით, შევიკრიბოთ, რომ დავანახოთ ჩვენი ქართველი ერის, საქართველოს მთელი მოსახლეობის სურვილი, რომ არ გვინდა ამ ჯმოში ყოფნა. ვინაიდან ძალიან დიდ პასიურობას ჰქონდა ადგილი, აი ესე როგორც დღეს. კიდევ ერთხელ ფეხებზე დაიკიდეს. აბა მოსულიყავით 100,000. აბა მოსულიყავით 50,000. ძალიან კარგად იცით, რომ იმ წუთშივე გააკეთებდნენ იმ რეფერენდუმს, იმიტომ რომ კანონიერია ჩვენი მოთხოვნა. ჩვენ ახლა იძულებული გავხდით ახალი ფორმატით შევიდეთ იქა. გუშინში შევედით ახალი ფორმატით. გეუბნებით, მოდით, გამოდით. იმიტომ რომ მშვიდობიანი საშუალება ამ თემის მოგვარების ჯერ კიდე არის. სანამ იქ არ მიიღო, როგორც აი გიორგი სწორად თქვა, ჯმოსევრი ქვეყნების 50+1-მა თუ მიიღო ის გადაწყვეტილება, ჩვენი ხელისუფლების ხელს მოაწეს თუ არა, არ მოაწეს, მნიშვნელობა არ ექნება. ის ჯმოს წარმომადგენლობა ბრძოლებში სამხედროების სახით თვითონ შემოვლენა საერთოდ არ დაგეკითხებიან, სუვერენიტეტი აღარ გექნება. ის დაიწყეს მართვას. იქიდან ვიღაცა უხილავი აქედან გეყოლება არა შენი ძალოვანები იმათაც გვერდზე გადაწევენ, არამედ გეყოლება გაუღებარი წარმოშობის რობოტები, რომლებიც სახშიც კარგად მოვლენ, ქუჩაშიც კარგად დაგიჭერენ და მიგავწარებენ გეტოებში და გაგიკეთებენ იმის და რა ნემსებს. წარმოდგენაც რო არა გაქვს დაასრულებთ კონსტიტუციას რა. მაგალითები გაინტერესებთ? კარგად დანახი, რა ხდება შანხაიში. მაგალითად და ფაქტები გინდათ? გუში ავსტრალიამ გამოაცხადა. ის ავსტრალიელი ხალხი თავის $1 პასუხისმგებელი. აგერ კანადამ, რაც უნდა ისუკნია ის თავიანთი ქვეყანა და ეგრე გადაწყვეტეს. ეს საქართველოა. ჩვენ ქვეყანას მივხედოთ. ყველა ქვეყანა თავის უნდა უყურებდეს. მერჯერ ვთქვი, ეს ისეთი ტიპის ფაშიზმია, ყველა ქვეყანამ თავის ქვეყანაში უნდა დაამარცხოს ფაშიზმი.
რაც შეეხება იმ ეგრეთ წოდებულ გეტოებს ქალაქ ბათუმში 12 კორპუსი აშენებული უკანონოდ მისი უკანონობა თვით ხელისუფლებამაც აღნიშნა, მაგრამ რატომღაც დემონტაჟი არ ხორციელდება? რატო არ ხორციელდება, აბა თუ მივხვდები? ხალხი არ გამოდიხარ. როცა გეუბნება რომ უკანონო არისო, მას რატო აღარ აკრევს? ესე იგი მისთვის არის, რა ხალხი უდგას იმ უკანონობას უკან. ხელისუფლების შიგნით კიდე რაღაცა მავნე ძალები. ის არის იმიდე უნდა გაიწმინდოს საქართველო. ეხლა ბათუმი ვახსენე და აქ ჩამოსულები არიან ქალბატონები ქალაქ ბათუმიდან, რომელსაც თვითმადლობას მოვახსენებ და განსაკუთრებული დიდი მადლობა და დიდი სიყვარული ლევან მეგრელიძეს და ჩვენ აჭარას და მთელ ბათუმს. ეს საქართველოს თითოეულ ქვეყანას ხარდაჭერა გჭირდება, ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი. თითოეული ადამიანი სურბოროტი იყოს. მაინც სიყვარულის ნაყოფი არის ის თავიდან. ერთადერთი ძალა, რამაც შეიძლება ერი და ბერი გადაარჩინოს, ეს არის დიდი სიყვარულით დავდგეთ ერთმანეთის გვერდში. ის ხალხი ვინც შეშალდა დაზროვნებს. და არ იყიდება 20 ლარზე, აი როგორც აიქცევ პროვოკატორები რომ მოვაერთდნენ იქიდან. ჩვენი მიმართულება აბსოლუტურად კანონიერია და აღარ გადავდოთ არაფერი, პირიქით გადადეთ რაღაცა საქმე და მოიცალეთ 1 საათი იმისთვის, რომ ის შაბლონი აიღოთ. დაწეროთ განცხადება, მიიტანოთ ოთაჩალაში პროკურატურაში. რაც მეტი დაწერ, რაც მეტი შევა, მით მალე დამთავრდება Facebook-ზე ბლოკები და მასმედია მიუთუბრო გაიხსნება. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს ფაქტ-ჩეკერები არიან სპეციალურად დაფინანსებული და ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც იქცევა ანტიკონსტიტუციურად. და გირვებთ გართვეთ სიტყვის უბლებას, რაც კონსტიტუციით გარანტირებული გაქვს და გართვეთ პირადი ცხოვრების საშუალებას. უფრო მეცაც გეტყვი, სულ რო გააუქმოთ Facebook-ი, იქით უნდა გიხაროდეთ. გაიხსენეთ აბა ერთი, როგორ ცხოვრობდით, როცა არ გქონდა Facebook-ი. გაცილებით მაგრამ გვიყვარდა ერთმანეთი, ხო? გითხულობდით წიგნებს და გითხულობდით დადასტურმართალს. ეს ვიღაცამ დაწერა, ალენ დელონი ევთანაზით სიცოცხლეს ემშვიდობებაო. სრული აბსურდი და ტყუილი. მაგრამ ის კი არ დააფაქტ-ჩეკერეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლება არის ხალხი და ხალხის ნება. ბოლო პერიოდებში კარგად ხედავთ, როგორ დგას ხალხის მხარეს და ხალხის ინტერესებს როგორ იცავენ. მაგრამ იმას კი დაცვას ინტერესებისას გამაგრება ჭირდება, რომ თავარი შედეგები მივიღოთ და გამოვიდეთ ჩემოდან, რომ გადავასწიროთ საქართველოს კონცენტრაციაში. ჩვენი პირადი ხალხო ძალიან ბევრი მოგვაწევს ხოლმე ჩვენ. Para
ტესტები გაკეთებული გინდა თუ არა, ვაქცინები უნდა გააკეთო გინდა თუ არა, უნდა ჩაკეთო ქვეყანა გინდა თუ არა, ტესტები აკეთო. Aflis განმავლობაში ყოველ კვირას, ყოველი კვირის ოთხშაბათს 6 საათზე მოვაწყოთ აქ ჩვენები ჯგუფი. დავაანონსებ ყოველ, დავწერთ მიგვერდზე. რაღაცა თუ შეიცვალა, ვთქვათ, არის აუცილებელი ყოველთვის აქ. შეიძლება საქმეს დაჭირდეს კანცელარიასთან შევიკრიბოთ, შეიძლება საქმეს დაჭირდეს წესხოსთან უნდა მოხვიდეთ. შედეგები თუ გინდათ, ეგრე უნდა გააკეთოთ. ჩვენ სადაც მივედით, ყველა კარები შევაღები. ანუ შევაღები. ყოველგვარი რაღაც არანაირი ძალადობის ნიშანსხალიც კი არა გვაქვს ჩვენ იმაზე რომ რაღაცას მივაწევთ. იმიტომ რომ ჭეშმარიტი სიმართლე ერთია, ორი ვერ იქნება. ყველას ყავს შვილი და შვილიშვილი. ყველა ფიქრობს იქ სკარცეზის სხვაგან არის. ყველას უნდა ხვალინდელი მოწყობილი ცხოვრება. მაგრამ ის რომ თქვენ თავისუფალი ადამიანები ხართ, ჯერჯერობი, სანამ ჯვო არ შეიწოვა თითოეული ადამიანის სიცოცხლე. ჩახედეთ რები ხდება. მეტი გასაგებად როგორ უნდა ვილაპარაკო. ამიტომ გავაკეთებთ ესე. მაქსიმალურად მობილიზდით ემი ჯგუფის აქციებისთვის. რაც მეტი და რაც მალე შევიკრიბებით, მით მალე დავასრულებთ ამ აქხანანიას. რასაც ეს კრიმინალური ექსპერიმენტები არის და კიდე მოსალოდნელი რაც არის. ამასობაში კიდე ერთხელ ვიმეორებ, ხვალ შედით ემი გვერდზე, ჩვენთვის მერე დააფოლოვერეთ, გახდით მიმდევრები ასე ვთქვათ, ემი ჯგუფის და ამოიღეთ იქიდან ის შაბრონი, რომელშიც არჩეკერების წინააღმდეგ საჩივარია. ის უკვე ჩვენმა იურიდიულმა ჯგუფმა შეიმუშავა ისეთი ფორმით, რომ თქვენ მარტო უნდა ამოიღოთ ზუსტად ისე როგორც არის და მარტო თქვენი ხელის მოწერა იქნება საჭირო. ასე დაღეჭეს, გააკეთეს, გაამზადეს, დაკიდეს. ხალხი უნდა გამოვიდეს, მაგრამ იქ რო ხალხი გამოდის, სხვაგანაც უნდა გამოვიდეს. ძალიან ხშირია, გვეუბნებია, რომ აი სხვა ქალაქში ვარ, ვერ ჩამოვდივარ, კი ბატონო, რომელ ქალაქშიც ხართ, იმ ქალაქში შეიკრიბეთ. რა პრობლემაა? შეიკრიბეთ თანამოაზრეები. მაგალითად, შეიკრიბეთ გორში, გორელები, შეიკრიბეთ ქუთაისში, შეიკრიბეთ თელავში, სადაც გინდა შეიკრიბეთ, იქიდან ლაივით ჩართეთ. აი მაგალითად, მომავალ ოთხშაბათს 6 საათზე აქ პარლამენტის წინ ემი ჯგუფი ჩვეულებრივად აწყობს შემდეგ აქციას. აქცია იმისთვის, რომ რასაც ეხლა გავაკეთებ, უნდა მიუყვეთ, აბა როგორ შესრულდა, რა შესრულდა, რა ვერ შესრულდა. პარალელურ რეჟიმში, ანუ ყოველ ოთხშაბათს 6 საათზე იმ ქალაქებში გამოდით. იქიდან ჩართეთ ლაივი. ყველა ქალაქში, ყველა სოფელში უნდა იყოს ის ბუხტი, რომელიც მერე გაერთიანდება და დაანახებს იმ მავნებლებს, რომ აქ ეს არ გაუვათ. კიდევ ერთხელ ვამბობ, უშინდელ ბრწყინვალე დღეს 100,000-ობით ჩვენი მოქალაქე რომ გამოვიდა მშვიდობიანი მსვლელობით, შესაბამისად ის რისი გაკეთებაც უნდოდა რაღაცა ბლაინდების და ჩატარება საერთოდ ჩაიკეცა მათ მიერ ეგ პროექტი. იმიტომ რომ დაინახეს, აქ არ გავა. ამ რაოდენობით როგორ უნდა დაინახოთ ხარ?
აი როგორ ესმით ქართველებს ჯანმოდან გამოსვლა. ერთი კაცის პრობლემას ამდენი ადამიანი აპროტესტებს და ფაშისტური ჯანმოდან გამოსვლა ამათ არ ადარდებს, არ აინტერესებს. ჟურნალისტები კი ქვია.